უამრავი საკითხი მოხდა და დაგვრდა, შეიძლება ესე ითქვას, ის თავადაც შეიძლება დაუშვათ კომენტარები მეკეთებინა პოლიტიკოსებსაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც და ასე შემდეგ. მათ შორის ჩვენც ბუნებრივი ალაგებად ჩართული ვართ ამ პროცესებში. თავისთავად ცხადია, ჩვენი ნაკრული მოსაზრებები დაგვაჩნია ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და ძალიან მოკლედ რადგან ჩვენ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვაქვს. ძალიან მოკლედ მინდა რამოდენიმე აქტუალურ საკითხზე, საზოგადოებისთვის ალბათ საინტერესო საკითხზე ჩვენი მოსაზრებები წარმოვიდგინოთ. ჩერნოვეცკის თემა უნდა შემოვიტანო. ეს არის უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკური ფიგურა. ამ ადამიანმა წარმოიწყო ჩემი აზრით ავანტურა. ის ცდილობს საკმაოდ საეჭვო ფინანსებით მოიზიდოს ქართველი ამორჩეველი და არ ვიცი რას ემსახურება და ვის მიზანს, ნამდვილად ვერავის ვერ დავამბრალებ ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩემთვის როგორც ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისთვის საკმაოდ საეჭვოა მისი ასეთი მაღალი აქტიურობა. აი ეს თემა ჩემთვის ძალიან ისე დამაფიქრებელი თემაა და მოუწოდებ საზოგადოებასაც, მათ შორის კონკრეტულად ამორჩეველს ძალიან მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დააგროვა რაღაცა თანხა და ამ თანხების აკუმულირებას ახდენს ახლა ამ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის კეთილი საქმეებით, პირდაპირ შემიძლია თქვა, სოციალურ პროექტებს ახორციელებს ეს ადამიანი, რამაში არავინ მხოლოდ ახორციელებს უესამოდ, ეს ამ თავის სოციალურ აქტივობებს ამ შემთხვევაში იყენებს პოლიტიკური დივიდენდების მოსაზრად და ჩემი აზრით ეს დამაფიქრებელი თემაა და ვფიქრობ, ყურადღება მისაქცევით ამ თვალსაზრისით. ამ თემას რომ მივობათ, როგორც უყურებთ, აქტიურდებიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მაგალითად ეგრეთ წოდებული ესე ვიძახიან და მეც ასე უწოდებენ და მეც ასე მოგხსენებ ეგრეთ წოდებული პატარკაციშვილის ჯგუფი, ერთი მხრივ, მეორე მხრივ მობჭულაძეს ჯგუფი, ის დონეზე აჯაჯერობით, მაგრამ როგორც ვიცით, ისინი აქტიურდებიან პოლიტიკურათაც, ამბობენ ამ შემთხვევაში აქტიურობას პოლიტიკურათაც და მოდით ასე ვთქვათ, ქართული ოცნების პირდაპირ უწყობი უნიათი პოლიტიკის შედეგად ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში გარკვეულად მარგინალიზაციიდან გამომდინარე, ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი ნაგირობს, შეიძლება ითქვას, იმ კონკრეტულ ამორჩეველზე, რომელიც დაუშვათ ამ ეტაპზე რაიმე მიმართულებით გადახრილი არ არის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის ტელევიზია PKTV, მე ვარ ლელა რუდენკო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საინფორმაციო გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პროგრესულ დემოკრატიული პარტიის, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ლაშა სტურუა, ადვოკატი. ბატონო ლაშა, რა მიზნებს ემსახურება თქვენი პარტია? გამარჯობათ, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მიზნები ძალიან კეთილშობილური გვაქვს, ესე ზოგადად რო ვთქვათ. ალბათ არ არსებობს პოლიტიკური ორგანიზაცია ზოგადად, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაციად ფორმირდება, რომელსაც მიზნებად დაუშვათ არაკეთილშობილური და რაღაცა ქვეყნისთვის საზიანო მიზნები ქონდეს, ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად. თავარია მე ეს ყველაფერი საქმეში როგორ აისახება, ამ შემთხვევაში მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაში როგორ აისახება და ასე შემდეგ. ჩვენი მიზნები რა შეიძლება ითქვას, ახლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და პირველი აუცილებელი პირობა, რაც რისთვისაც ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო და ასე ვთქვათ, ვიზრუნოთ, ეს არის აი ამ უდიადესი მიზნის მიღწევა. ეს მოკლედ, ხოლო ვრცლად, ბატონო ლაშა, როდესაც ჩვენს ტელევიზიას ესტუმრებით, შემდეგ ვისაუბროთ ამის შესახებ. სპეციალურად PKTV-ისთვის ლელა რუდენკო და თემო ლაგვილავა.